მოგესალმებით, ეს 2030-ია, მე მაკაცინცაძე ვარ. ფინანსთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა გამოვა რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში მხოლოდ 9%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. ნოდარ ხადურის განცხადებით, მომდევნო თვეების შედეგები ბევრად უკეთესია. ფინანსთა მინისტრმა ეკონომიკური მიღწევების საკმაოდ გრძელ ჩამონათვალიც გაგვაცნო. რა საფუძველი აქვს ნოდარ ხადურის ოპტიმიზმს და რა მიღწევაზეა საუბარი? როგორ გამოიყურება საქართველოს ეკონომიკა რეალურად და ციფრებში? 2030-ის შეკითხვებს ფინანსთა მინისტრი უპასუხებს. გადაცემის მესამე ნაწილში კი თქვენ ნახავთ ბავშვებს, რომლებიც ყოველ დღე ფეხით გადმოდიან გალიდან, რომ წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში სკოლაში გაკვეთილებს დაესწრონ. მათ დღეს ჩვენი გადამღები ჯგუფი შეხვდა, გარდა ამისა ნინუცა კახნიაურიგი ამბობთ დღესვე წალენჯიხაში გაზიფიცირების პრობლემის შესახებ. ამავე თემაზე კი სტუდიაში სტუმრად გვეყოლება ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი. მანამდე კი დღის აქტუალური თემები 2030-ის წევრებთან ერთად. პროკურატურის რეფორმაზე იუსტიციის სამინისტრო სამუშაო ჯგუფთან ერთად რამდენიმე თვე აქტიურად მუშაობს. რა ძირითადი ცვლილებები იგეგმება და როგორია ბოლო ვერსია თემაზე 2030-ის წევრი თიკო ნიბლოშვილი საუბრებს. თიკო, ზოგადად რატომ გახდა საჭირო პროკურატურის რეფორმის განხორციელება და რა ეტაპზეა რეფორმირების პროცესი? მოგესალმებით. პროკურატურის რეფორმა ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა. პროკურატურის არსებული მოდელი წინა ხელისუფლების დროს კრიტიკის ობიექტი ხშირად ხდებოდა. ვინაიდან ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად იყენებდნენ პროკურატურას პოლიტიკური ანგარიშწორების იარაღად. ამას ემატება ისიც, რომ პროკურატურას სასამართლოზეც ჰქონდა გავლენა, რაც მართლმსაჯულების პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებდა. ვინაიდან სისტემა არ შეცვლილა, პროკურატურისა და სასამართლოს გამართული ფუნქციონირება დღესაც ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ ვენეციის კომისიის რჩევით გადაწყდა განხორციელდეს პროკურატურის იმგვარი რეფორმა, რაც მომავალში ხელისუფლების მხრიდან პროკურატურის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას გამორიცხავს. თიკო, კონკრეტულად რა ცვლილებები იგეგმება, ანუ შემთავაზებული ვერსიის მიხედვით? იცვლება მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების წესი. რეფორმის შემოთავაზებული ვერსიით იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის კანდიდატურას წარუდგენს საბჭოს, რომლის შემადგენლობის 2/3 თანხმობის შემთხვევაში საკითხი მთავრობას გადაეცემა. მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატურა ასარჩევად წარედგინება პარლამენტს, ხოლო ეს უკანასკნელი სრული შემადგენლობის უმრავლესობით წყვეტს მთავარი პროკურორის დანიშვნის საკითხს. მოქმედი კანონმდებლობით კი მთავარ პროკურორს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. თიკო, რეფორმის შემდეგ ვინ იქნება იმ საბჭოში საინტერესო, რომელიც მთავარი პროკურორის არჩევაში მიიღებს მონაწილეობას? სამუშაო ვერსიის მიხედვით იუსტიციის სამინისტროში შეიქმნება საპროკურორო საბჭო, რომელიც 9 წევრისაგან შედგება და მისი უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 4 წლით. მის შემადგენლობაში შევლენ იუსტიციის მინისტრი, მთავარი პროკურორის მოადგილე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. საბჭოს შემადგენლობაში ასევე შევა სამოქალაქო საზოგადოებისა და ადვოკატთა ასოციაციის 2 წარმომადგენელი და მოქმედი 3 პროკურორი. სამოქალაქო სექტორის ჩართულობა ამ პროცესში მნიშვნელოვანია და ძალიან შეუწყობს ხელს პროცესის დემოკრატიულად და გამჭვირვალედ წარმართვას. მრავალი წელია, რაც სამოქალაქო საზოგადოება პროკურატურის საქმიანობაში ჩართვას ითხოვს და კარგია, რომ იძებნება ფორმა, რომელიც საშუალებას მისცემს მათ გახდნენ პროცესის მონაწილე. თიკო, მოქმედი კანონმდებლობით მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადა განსაზღვრული არ არის და როგორც ვიცი, ამ მიმართულებითაც სიახლეა. დიახ, მოქმედი კანონმდებლობით მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადა განსაზღვრული არ არის. რეფორმირების შედეგად ვადა იქნება 6 წელი მეორედ არჩევის უფლების გარეშე, რაც ასევე სიახლეს წარმოადგენს. ძალიან დიდი მადლობა, თიკო ნიბლოშვილი, 2030-ის წევრი საუბრობდა პირდაპირ ეთერში და დღეს კიდევ ერთი მთავარი მნიშვნელოვანი საკითხი. გერმანია ევროკავშირს მოუწოდებს, რომ რუსეთს უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებული შეშფოთება გაუნელოს. დღეს იმ წერილი შინაარსი გახდა ცნობილი, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს გაუგზავნა. რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობებზე ქეთი ჩოხელი საუბრებს. ქეთი, რას ითხოვს შტაინმაიერი ევროკომისიას? საღამო მშვიდობისა. როგორც ჩანს, როგორც რუსეთი, ისე ევროკავშირი სულ უფრო ხშირად ფიქრობენ სანქციებით ომის დასრულებაზე. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტს მოუწოდებს, ბრიუსელს, კიევსა და მოსკოვს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები აღადგინოს.
ამ მოლაპარაკებებზე განიხილებოდა ევროკავშირსა და უკრაინას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომლის ამოქმედებასაც რუსეთი ეწინააღმდეგება. სწორედ ეს შეთანხმება გახდა უკრაინაში ახალი რევოლუციისა და სამხედრო კონფლიქტის დაწყების მიზეზი. შტაინმაიერი მიიჩნევს, რომ ვითარების განსამუხტად ისეთი რეალური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რომლებიც ყველა მხარის ინტერესებს გაითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ 7 მაისს შტაინმაიერი ვოლგოგრადში სერგეი ლავროვს შეხვდება. კეთი, არის თუ არა მოსალოდნელი, რომ ევროკავშირი კვლავ წავიდეს დათმობაზე? ეს გამორიცხული არ არის, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ შტაინმაიერის ინიციატივას რუსეთთან ურთიერთობებში ეგრეთ წოდებული მოთმინების სტრატეგიის შესახებ. ამ მხრივ საგულისხმოა ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის სიტყვებიც. მან რამდენიმე დღის წინ ევროპულ ფორუმზე განაცხადა, რომ ევროპას რუსეთი მრავალ სფეროში სჭირდება და რომ რუსეთის გარეშე უსაფრთხოების ევროპული არქიტექტურა არ არსებობს. ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია რუსეთთან ეკონომიკური კავშირი, თუმცა ამავდროულად ბრიუსელი კრემლისგან მომდინარე სამხედრო საფრთხეებსაც აცნობიერებს. ძალიან დიდი მადლობა, კეთი. პირდაპირ ეთერში კეთი ჩოხელი საუბრობდა და დღის მთავარი თემა გაუქმდა დრაკონული კანონი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო საგადასახადო დავის დაწყებისთანავე შეეძლო ქონება თავის საკუთრებად გამოეცხადებინა და გაიყიდა. ხელისუფლებამ 20,000 გადამხდელს დაახლოებით მილიარდი ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოაწერა. 5,000 ლარამდე საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაცია მცირე ბიზნესისთვის ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე გახდა შესაძლებელი. ეს არის ამონარიდი ფინანსთა მინისტრის მიერ ჩამოთვლილი მიღწევებიდან. რეპორტაჟი საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ. იანვარში საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 9% გაიზარდა, რის გამოც მთავრობის ოპონენტებმა ქვეყნის ეკონომიკის მძიმე მდგომარეობაზე დაიწყეს საუბარი. თებერვალში კი ეკონომიკური ზრდა უკვე 4,9% იყო. მარტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბიუჯეტში 13%-ით მეტი გადასახადი შევიდა. ფინანსთა მინისტრი წელს ბიუჯეტში შესასვლელი გადასახადების 9%-იან ზრდას ვარაუდობს. მისივე განმარტებით მხოლოდ აპრილში გადასახადებიდან მიღებული შემოსავალი 18%-ით გაიზარდა. ნოდარ ხადურმა თბილისში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქვეყნის საინვესტიციო გარემო ბიზნესისათვის მიმზიდველია. რაც შეეხება საინვესტიციო გარემოს, მე უბრალოდ მოვახდენ ევროპის ეკონომიკისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის სერ სუმად ჩაკრაბარტის სიტყვების ციტირებას, რომ საქართველოში არის ძალიან კარგი საინვესტიციო გარემო და ის მოუწოდებს ინვესტორებს, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და აქ განახორციელონ თავის საქმიანობა და ამის ერთ-ერთი დასტურია ის, რომ სამ კვირაში თბილისში ჩატარდება მსოფლიო დონის ბიზნეს ფორუმი. ფინანსთა მინისტრს მიაჩნია, რომ მთავარი რაც ქვეყანას რთული ეკონომიკური სიტუაციიდან გამოსვლაში დაეხმარება, ბიზნესის ხელშეწყობაა. თუმცა ბიზნესმენები ნოდარ ხადურს ალკოჰოლურ სასმელსა და თამბაქოზე აქციზური გადასახადის გაზრდას საყვედურობენ. სავალუტო ფონდის პროგნოზით წელს საქართველოს ეკონომიკა 2%-ით გაიზრდება. საქართველოს მთავრობა საკუთარი ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირებას ჯერჯერობით არ გეგმავს. ბრუნდების სტუდიაში 2030 შეკითხვებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური უპასუხებს. ბატონო ნოდარ, მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო. ბატონო ნოდარ, თქვენს მიერ დასახელებული ეკონომიკური მიღწევებიდან 3 უკვე ჩამოვთვალე, მე შემიძლია გაგიმეოროთ თუ ამის სრული გაქვთ. ესენი არის გაუქმდა დრაკონული კანონი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს საგადასახადო დავის დაწყებისთანავე შეეძლო ქონება თავის საკუთრებად გამოეცხადებინა. ეს ერთ-ერთი არის და ამოწურულად გაიყიდა. მეორე არის ხელისუფლებამ 20,000 გადამხდელს დაახლოებით მილიარდი ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა და მესამე 5,000 ლარამდე საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაცია მცირე ბიზნესისთვის ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე გახდა შესაძლებელი. მითხარით თუ შეიძლება ყველაზე მთავარი მიღწევა, რომელიც პირადად თქვენ მიგაჩნიათ უმნიშვნელოვანესად და თუ შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, დაგვისაუბრეთ ის თუ რატო. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. ჩემი პირველი სტუმრობაა თქვენს გადაცემაში. რაც შეეხება მიღწევებს, მოდით შევეცადოთ, რომ ძალიან მარტივი ექსკურსი გავაკეთოთ და ვთქვათ, რომ ზოგადად მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლების, რომელიც 2 წელიწადნახევარია ხელისუფლებაში, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა არის ჯანდაცვის რეფორმა და ის, რომ დღეს ადამიანებს აღარ უწევთ საკუთარი სახლ-კარის გაყიდვა ელემენტარული ოპერაციების დასაფინანსებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და თუნდაც ის, რაც დღეს მოხდა და ხვალ მოხდება, ეს არის ახალი პროგრამის დაწყება, რომელიც ჰეპატიტის მიმართულებით. ეს რაც შეეხება ზოგადად. მე ვფიქრობ, რომ საგარეო მიმართულებით სერიოზული მიღწევაა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. ამავე მიმართულებით მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩინეთთან გააქტიურებული ურთიერთობები და თუნდაც ის, რომ ჩვენ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ პრაქტიკულად დივერსიფიკაცია გაუკეთონ თავის საექსპორტო ბაზრებს, ეს არის რუსეთი, ევროპა
ჩინეთი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შეეხება სფეროს, რომელსაც ასე ვთქვათ, ჩვენ კურირებთ, საფინანსო სფერო, მიღწევები არის, მათ შორის ეს არის ტრანსპარენტული ბიუჯეტი. ჩვენ პირველად გავაკეთეთ, რომ ბიუჯეტში სხვა ხარჯები მისვლიდან 5 დღის შემდეგ რეალურად უკვე გავშიფრეთ და საზოგადოებას წარუდგინეთ. ასევე მნიშვნელოვანია ის, თუნდაც პირველი რომ ჩამოთვალეთ, ეს რა პირველი რაც თქვენ ბრძანეთ, რომ რეალურად საგადასახადო დავა არ იყო დასრულებული, ადამიანებს ქონებას ართმევდნენ, უყიდიდნენ. ჩვენ სანამ სამივე სასამართლო ინსტანცია არ დასრულდება, ჩვენ არ ვიწყებთ იძულებით ღონისძიებებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ წავედით ნაბიჯზე ბიზნესისკენ და 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადა შევამცირეთ 3 წლამდე. დღეს არის 5 წელი, მომავალ წლიდან იქნება 4 წელი და 2017 წლიდან უკვე იქნება 3 წელი. ეს უპრეცედენტოა რეგიონში, არათუ სოფლიოში ძალიან ბევრი ქვეყანა ვერ დაიტრაბახებს. ეს არის ქონებრივი საკუთრებითი უფლებების დაცვა. მე მინდა გითხრათ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ჩვენ დაგვხვდა, იყო დაუცველი ქონება, საკუთრება და უკვე სახეზეა ის, რომ გასულ წელს საქართველოში იყო რეკორდულად მაღალი ომის შემდეგ რეალურად ასეთი დიდი უცხოური ინვესტიციები არ ყოფილა, თითქმის 1.3 მილიარდი დოლარი. ასე რომ ჩამოთვლა ძალიან ბევრი საკითხი შეიძლება, რომელიც მიღწევად შეიძლება ჩავთვალოთ და ცხადია, რომ მაყურებელზე და ჩვენს ასე ვთქვათ მოქალაქეებზე ამორჩეველზეა, რომელს უფრო დაუჭერენ ხარჯს. წარმატება, მიღწევები, ეს არის ის საკითხი, რომელზეც ხელისუფლებას ყოველთვის ძალიან უყვარს საუბარი. თუ შეიძლება ასევე დაგვისახელოთ წარუმატებლობა, რას თქვით ყველაზე დიდ წარუმატებლობას? მე მაინც ვფიქრობ, რომ ის რომ ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა არის შეფარდებით სხვა ქვეყნებთან, ისევ ისე მეორე ასეულში ვართ ქვე წარმატებული ეკონომიკების, ეს თავისთავად ცხადია, არის ჩვენთვის ძალიან სერიოზული გამოწვევა. ალბათ ბოლო 15 წელია, რაც საქართველოს ცხოვრების დონით არის 114 ადგილზე დაახლოებით, რაც არის ცუდი მაჩვენებელი თავისთავად ცხადია. მაგრამ გარდა ამისა, ასევე მე ვფიქრობ, რომ სერიოზულ გამოწვევად რჩება ლარის გაცვლითი კურსი, რომელიც თქვენ მოგეხსენებათ ბოლო პერიოდის განმავლობაში მსოფლიოში და რეგიონში მიმდინარე მოვლენების გამო არის შესუსტებული. ასე რომ ცხადია გამოწვევებიც გვაქვს და ჩვენ ამ გამოწვევებზე ვმუშაობთ. კი ბატონო, ლართან დაკავშირებით მე აუცილებლად გკითხავთ, დაგისვამ შეკითხვას. შესაძლებელია აქ მე ეხლავე განმარტო, ვინაიდან საზოგადოების ძალიან დიდი ინტერესია. მე მინდა გითხრათ, რომ ბიუჯეტის ზეგავლენა გაცვლით კურსზე არის პრაქტიკულად ნულის ტოლი, ამ ეტაპზე ოპერაციული თვალსაზრისით არის პროფიციტული ბიუჯეტი, ანუ ჩვენ არ ვდით მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობა, შესაბამისად გაცვლით კურსზე ეს არ მოქმედებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ორი სერიოზული ფაქტორი, რომელიც არის, ეს არის შემცირებული ექსპორტი და შემცირებული რემიტენსები, ანუ ჩვენი თანამემამულეების მიერ ჩამორიცხული თანხები, საკმაოდ სერიოზულ გავლენას ახდენს გაცვლით კურსზე და ამავე დროს უნდა აღინიშნოს და უნდა ითქვას ერთხელ და სამუდამოდ, რომ დოლარი საქართველოში იქცევა ისევე, როგორც იქცევა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. პრაქტიკულად მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში დოლარი არის გამყარებული, მათ შორის ის გამყარებულია ევროს მიმართ, გამყარებულია სხვა ვალუტების მიმართ. მე მესმის, რომ ადამიანებს, რომელთაც კრედიტი აქვთ გამოტანილი დოლარში, მათთვის ეს სერიოზული პრობლემაა, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, ბანკების ასოციაცია მუშაობს იმაზე, რომ ეს თვირთი როგორმე შეუძლია. აქვს რაიმე დამატებითი ინფორმაცია ამასთან? ან მე ზოგადად ეს არ არის ის სფერო, რომელსაც ჩვენ ვკურირებთ, თუმცა თავისთავად ცხადია, ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ამ ხალხთან, საზოგადოებასთან, ეროვნულ ბანკთან, ბანკების ასოციაციასთან, კომერციულ ბანკებთან და ვიცით, რომ რაღაც სერიოზულ ღონისძიებებს გეკმავენ. კი ბატონო, და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიღწევა, რომელსაც თქვენ ასევე ასახელებთ, არის ის, რომ ხელისუფლებამ 20.000 გადამხდელს მილიარდი ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოაწერა. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, რა სარგებელი მიიღო ამით ქვეყნის ეკონომიკა? მე მინდა გითხრათ, რომ თავისთავად ცხადია, როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ მილიარდი ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოვაწერეთ, საუბარია იმაზე, რომ 20.000 გადამხდელს ჩვენ მივეცით შესაძლებლობა, რომ განაახლოს საქმიანობა, დაასაქმოს ადამიანები, შექმნას ახალი პროდუქცია და თავისთავად ცხადია, ეს არის ის პროცესი, რომელმაც ეკონომიკის აღმავლობისკენ უნდა მიგვიყვანოს. ასე რომ ეს არის სერიოზული ფაქტორი და გარდა ამისა, ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ ვცდილობთ სხვა ღონისძიებებიც განვახორციელოთ იმისათვის, რათა საინვესტიციო გარემო სხვა ღონისძიებებში რა? მათ შორის მე გეტყვით, რომ ჩვენ გეგმავთ და თქვენ იცით, რომ აი შეტანილი უკვე ამოქმედდა მშენებლობის ნაწილში დამატებული ღირებულების გადასახადის დავალიანების ჩამოწერა, პირობით ჩამოწერა, ანუ
თუ კომპანიები გააგრძელებენ 2008 წლის ომამდე დაწყებულ მშენებლობებს, ისინი განთავისუფლებიან დამატებული ღირებულების გადასახადისაგან და მხოლოდ თბილისში 100-ზე მეტი ასეთი კორპუსია, რეგიონებში ასეთი კორპუსები. გარდა ამისა, მე გეტყვით, რომ ჩვენ მუშაობთ სერიოზულად იმისათვის, რათა საგადასახადო სისტემა მოვარგოთ ბიზნესის ინტერესებს კიდევ უფრო მეტად და უფრო ჰარმონიული გავხადოთ. მე უკვე ჩამოგითვალეთ რამდენიმე მექანიზმი. სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას გვეგმოთ და თქვენ ისეთ რომ ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე თუ მანამდე სოფლის მეურნეობა განთავისუფლებული იყო დამატებული ღირებულების გადასახადისაგან ჩათვლის უფლების გარეშე, ახლა ჩათვლის უფლებას ვაძლევთ, რაც ასევე კონკურენტულ ასე ვთქვათ, უპირატესობას მიანიჭებს საქართველოს სოფლის მეურნეობას და თქვენ ხედავთ, რომ გარდა იმისა, რომ ბიუჯეტი ხარჯავს სოფლის მეურნეობაში თანხებს, სერიოზული ინვესტიციებია, მათ შორის სასათბურე მეურნეობებში, თევზსაჭერ მეურნეობებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის მიმართულება, საგადასახადო სფერო, რომელიც მუდმივად ყურადღების ქვეშ არის, ყველას აინტერესებს და მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ექსპერტი, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის აღიარებენ ევროპის ეკონომიკისა და განვითარების ბანკის, რომ საქართველოს აქვს კარგი საგადასახადო სისტემა და რაც თავარია, საგადასახადო სამსახური არ იყენებს ხელის გადაგრეხვის პოლიტიკას გადამხდელების წინააღმდეგ და ერთსაც გეტყვით იყო უკვე სიუჟეტში, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ დაახლოებით 300 მილიონი ლარით მეტი გადასახადია წელსაკრეფილი შესაბამის პერიოდთან შედარებით ჩარშანდელთან, რაც ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რომ საგადასახადო სისტემა სწორი მიმართულებით ვითარდება და ქვეყნის ეკონომიკაც ვითარდება. კი ბატონო, ნოდარ, თქვენ ახსენეთ სამშენებლო ბიზნესისთვის დაწესებული შეღავათები. ამ შემთხვევაში მე მაინტერესებთ ეს ეხებათ მხოლოდ კომპანიებს თუ ვრცელდება იგივე მომხმარებელზე და მოქალაქეებზე. ამას იქიდან გამომდინარე გეკითხებით, რომ სამშენებლო კომპანიები მოქალაქეებს დღეს თხოვენ. ანუ არიან თუ არა გათავისუფლებულები და გადაიხადონ თუ არა მოქალაქეებმა დამატებითი ღირებულების. საუბარი შეეხება იმ კორპუსებს, რომელიც დაწყებული ან ნებართვებია გაცემული ომამდე, ანუ ასე ვთქვათ, სამშენებლო ობიექტები, რომლებიც ეკონომიკურმა კრიზისმა და ომმა შეაჩერა, ის განთავისუფლებულია DGG-საგან, შესაბამისად, ფასში DGG არ იქნება გათვალისწინებული. ანუ დამატებითი ღირებულების გადასახადს მოქალაქეები შეხედულობს შესაბამისად გათავისუფლებულები. მაინტერესებს ასევე თქვენ ამბობთ, რომ თავარი ბიზნესის ხელშეწყობა, საგადასახადო სისტემა მორგებულია ბიზნესის ინტერესებზე, ეს განაცხადეთ რამდენიმე წამის წინ, თუმცა ამავდროულად იგივე აქციზის ზრდა, ვთქვათ, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ბიზნესის ხელშეწყობა, თუნდაც იგივე ლუდის ინდუსტრიისთვის. ნუ პირველი ყოვლისა უნდა ითქვას, რომ საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს პირდაპირ გადასახადების გაზრდას და პირდაპირ წერია კონსტიტუციაშიც და ეკონომიკური თავისუფლების აქტშიც, რომ ორი გადასახადია, რომელიც შეიძლება რომ გაიზარდოს. ეს არის ქონების გადასახადი, ადგილობრივი გადასახადი და ეს არის აქციზი. ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ გაღებული გვაქვს ვალდებულება, რომ აქციზის ეტაპობრივი და უნდა მოხდეს თამბაქოს ნაწარმზე. მე მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ზრდა არ იყო დიდი. მაგალითად ლუდი ყველაზე ესეთი აქტიური თემა იყო, რომ აი დავუშვათ ნუ გაგვიძვირებთ ლუდს, ხო? მე უნდა გითხრათ, რომ 9 ლიტრიანი ბოთლით ლუდი 10 თეთრით უნდა გაძვირებულიყო მხოლოდ. აქციზი 10 თეთრით გაიზარდა. მაგრამ ეს არის თანხა, რომლითაც იგივე ჯანდაცვა ფინანსდება, იგივე სოფლის მეურნეობა, იგივე სხვა მიმართულებები. შესაბამისად, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აღარ ვაპირებთ ახლა წელს აქციზის დას, თამბაქოზე კიდევ გაიზრდება აქციზი, ეს წინასწარ იყო გაცხადებული, მაგრამ ალკოჰოლურ სასმელებზე აღარ გაიზრდება წელს. კი ბატონო, თუმცა აქ უნდა ითქვას ის ბატონო და რომ ბიზნესისთვის ეს არის დამატებითი ტვირთი, თუ შეიძლება ასე შეფასდეთ. თავისთავად ცხადია, მაგრამ აქციზს აქვს ორი დატვირთვა, ერთი არის ფისკალური დატვირთვა, ანუ ეს არის ბიუჯეტის შევსების სერიოზული წყარო და გარდა ამისა ეს არის მარეგულირებელი ფუნქცია მავნე პროდუქციის მოხმარება რომ შეზღუდოს. თქვენი ოპონენტების ინიციატივის თანახმად ბატონო ნოდარ მცირე მეწარმე, რომლის 8 წლის განმავლობაში 25%-ით შემცირდება გადასახადისგან უნდა გათავისუფლდეს. საინტერესოა, იგეგმება თუ არა, გეგმავთ თუ არა ამ ინიციატივის განხილვას. ძალიან კეთილები გახდნენ ჩვენი ოპონენტები, მას შემდეგ რაც ოპოზიციაში გადავიდნენ და საერთოდ არ გახსენებიათ იმ 20 თუ 21 წლის განმავლობაში, რაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, რომ ბიზნეს ხელშეწყობა ჭირდებოდა. მე შეგახსენებთ, რომ მაგალითად ადამიანები, რომლებიც ახლა თქვენ საუბრობთ, შევარდნაძის ხელისუფლებაშიც მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ და სააკაშვილის ხელისუფლებაში. ესენი ძალიან დიდი ხანია იქ არიან, მაგრამ არასოდეს არ უფიქრიათ ამაზე და პირიქით ისინი მუდმივად იყენებდნენ საგადასახადო. ხო, ჩვენ ვფიქრობთ და ამიტომ გეუბნებით ჩვენი მხრიდან, რომ ჩვენ
მცირე ბიზნესს მივეცით შესაძლებლობა. რომლის 25%-ზე ნაკლები. სულ ერთია, რამდენიც არ უნდა იყოს მისი ბრუნვა, ჩვენ მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ რესტრუქტურიზაცია გაუკეთონ თავის საგადასახადო ვალდებულებებს ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე. გარდა ამისა, დიდ კომპანიებს, რომელსაც ასევე შეიძლება პრობლემები აქვთ, შესაძლებლობა აქვთ ასევე გააკეთონ რესტრუქტურიზაცია მათ მიერ გადასახდელი გადასახადების. ერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ, თუმცა კიდევ ერთხელ ვადასტურებ იმას, რომ ჩვენ მზად ვართ თითეული საქმე, თითეული ბიზნესის, ასე ვთქვათ, წუხილი გავიზიაროთ და თქვენ იცით, რომ ფინანსის სამინისტროში მუშაობს დავების საბჭო, რომელსაც მე ვხემძღვანელობ და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ასე ვთქვათ, სიღრმისეულად გავეცნოთ ამ ადამიანების პრობლემებს და მივიღოთ ადეკვატური გადაწყვეტილებები. ის კი არა და იმისათვის, რათა დავების საბჭოს მუშაობა იყოს უფრო მარტივი და მცირე მეწარმეებს არ ქონდეთ იმის აუცილებლობა, რომ თბილისში ჩამოვიდნენ, უამრავი ხარჯი გასწიონ, იქით ჩავდივართ, რეგიონებში ვატარებთ, იმერეთში ჩავატარეთ, ახალციხეში, ბათუმში და კიდე გავაგრძელებთ ამ პრაქტიკას. იმის და მიხედვით საიდან არის მომართვიანობა. მე ერთსაც გეტყვით, ჩვენ რო დავინიშნეთ რომ მოვეთ ხელისუფლებაში დავების საბჭოში, ფინანსის სამინისტროს დავების საბჭოში 1300-ზე მეტი დავა იყო. დღეს არის სულ 300 დარჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ დავების რაოდენობა შემოდის, დავების საბჭო ძალიან აქტიურად მუშაობს და პრაქტიკულად ჩვენ მივდივართ იმ მიმართულებით. ზოგი ნაწილი დაკმაყოფილებულია, ნაწილი არა. საკმაოდ მაღალი რაოდენობა არის, 60%-ზე მეტია დაკმაყოფილებული ბიზნესის წინადადებები და გარდა ამისა ჩვენ მუშაობთ სხვა მიმართულებით, მაგალითად რესტრუქტურიზაცია გითხარით, გარდა ამისა ასევე აღსანიშნავია ის, რომ ჩვენ საგადასახადო შეთანხმების ინსტიტუტს ვიყენებთ იმისათვის, რათა ბიზნესმა იმუშაოს. კი ბატონო, ნოდარ თუ შეიძლება აგვიხსენოთ აპირებს თუ რა ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირებას. საერთო ფონდის პროგნოზით ქვეყნის კი ბატონო. თქვენ იცით რომ შარშან ჩვენ გეგმავდით რომ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნებოდა, 4.9% იყო დაახლოებით 4.8-ზე მაღალი იყო ეკონომიკური ზრდა შარშან. წელსაც გეგმავდით 5%-იან ეკონომიკურ ზრდას, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ 5%-იან ეკონომიკურ ზრდას საქართველოსთვის გეგმავდა ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის მსოფლიო ბანკიც გეგმავდა უფრო მაღალს, ვიდრე 5%. იანვარი იყო საკმაოდ მძიმე და პასიური და მხოლოდ 0.5% იყო ეკონომიკური ზრდა. თებერვალში 4.9% იყო ეკონომიკური ზრდა, მარტი ჯერ არ არის საბოლოო მონაცემები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 12%-ით გაიზარდა DGG-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა და ჩვენი ექსპერტული შეფასებებით ჯერჯერობით სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს არ აქვს, ამიტომ არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ დაახლოებით 3.5%-ზე მაღალი უნდა იყოს ეკონომიკური ზრდა მარტში. ჩვენ ველოდებოდით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას, რომელმაც გადახედა უკვე და გითხრა რომ აი 2% იქნება. ერთიც მინდა გითხრათ, საქართველოს ბიუჯეტი, რომელიც წარდგენილი იყო საქართველოს პარლამენტში, გასულ წელს და მიიღო პარლამენტმა, 3 სცენარს მოიცავს. ანუ ის არ არის მხოლოდ 1-5%-იან ზრდაზე, იქ არის ოპტიმისტური სცენარი 7%-იანი, იქ არის რეალისტური სცენარი 5%-იანი და პესიმისტური სცენარი 2%-იანი. თუმცა არსებული მონაცემები ჩვენ როგორც ჩანს არ მოგვიწევს პესიმისტურ სცენარზე გადასვლა, მაგრამ დაველოდებით კიდე მოვლენების განვითარებას და ალბათ მაისის ბოლოს უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება. დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში მიმდინარე წლის 3 თვეში ეკონომიკური ზრდა არის 3%-ზე მაღალი. ანუ იგეგმება თუ არა ბიუჯეტის კორექტირება? ბიუჯეტის კორექტირებას რაც შეეხება, მე გითხარით, რომ ჩვენ საგადასახადო შემოსავლების თვალსაზრისით საკმაოდ სერიოზული ზრდა გვაქვს. ჩვენ დავგეგმეთ, რომ წლის განმავლობაში 9%-იანი ზრდა იქნებოდა, დღევანდელი მდგომარეობით 13%-ზე მაღალი გვაქვს ამ მიმართულებით, ანუ საგადასახადო შემოსავლები შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით. მაგრამ ჩვენ წავედით და უკვე შევიტანეთ კორექტირება, მთავრობა მიიღო განკარგულება 20 მილიონი ლარით შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები და ეს თანხები გადავიტანეთ ინფრასტრუქტურაში. წელს რეკორდულად მაღალი ინფრასტრუქტურული პროექტები გვექნება, მილიარდი ლარი დაიხარჯება ამ მიმართულებით. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ასევე რეგიონული სოფლის პროგრამები გაგრძელდება, ეს არის 50 მილიონი, ასევე ეს არის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის 250 მილიონი ლარი, ასე რომ ჩვენ მუშაობთ იმისათვის, რათა ეკონომიკაში საკმაოდ სერიოზული ძვრა იყოს და ის, რომ საქართველო არის საინტერესო ქვეყანა უცხოელი ინვესტორებისათვის, მე მხოლოდ ერთ ფაქტს შეგახსენებ, რომ საქართველოში გამოჩნდა ისეთი გიგანტი ბრენდი, როგორც არის Tata Power-ი, რომელიც აშენებს საქართველოში. ანუ ბატონო ნოდარ, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური იღებს პასუხისმგებლობას, რომ 2015 წლის ბიუჯეტი შესრულდება. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური არის ძალიან იმედიანად განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ წელს ჩვენ
თუ ასე ვთქვათ საგარეო შოკები უფრო მეტად არ განვითარდა, სერიოზული პრობლემები ბიუჯეტში არ უნდა გქონდეს. ძალიან დიდი მადლობა. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პასუხობდა 2030-ის შეკითხვებს. რამდენიმე წუთში კი უკვე ნინუცა კახნიაური შემოგვიერთდება წალენჯიხიდან, ასე რომ დაგველოდეთ. პირდაპირ ეთერში 2030 რეგიონებში დღეს დილით 2030-ის გადამღებმა ჯგუფმა ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ საზღვართან გადაიღო ბავშვები, რომლებიც ყოველ დღე ფეხით გადმოდიან გალიდან, რომ წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში სკოლაში გაკვეთილებს დაესწრო. ასევე რამდენიმე წუთში ნინუცა კახნიაური წალენჯიხაში გაზიფიცირების პრობლემის შესახებ გიამბობთ. ამავე თემაზე კი სტუდიაში სტუმრად გვყავს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ილია მობრძანებისთვის და იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო, თუმცა ვიდრე თქვენ მოგმართავდეთ შეკითხვებს, მანამდე მინდა წალენჯიხიდან მოусმინოთ ნინუცა კახნიაულს, რომელიც ფახულანის სკოლის მოსწავლებს პირადად ესაუბრა. ნინუცა, მოგესალმებით და გისმენთ. მოგესალმებით. 25 მოზარდი ყოველდღე რამდენიმე კილომეტრს ფეხით გადის. მე მათ გამოველაპარაკე, თუმცა პირობა მივეცი, რომ ჩვენი საუბრის დეტალებს არ გავასაჯაროვებდი. ისინი ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ის ჟურნალისტებთან ნებისმიერი კონტაქტის დამყარებას ეცდებიან, პრობლემებს შეექმნებათ და ამ მიზნით შესაძლოა ქართულ სკოლაში სიარულიც კი აუკრძალონ. უფრო ღიად ამ თემაზე ფახულანის სკოლის დირექტორი გველაპარაკა. პრობლემა არის საკმაოდ დიდი ხანია, რაც პრობლემატური საკითხია ამ ბავშვების გადმოსვლა, ამ საზღვრის გადმოლახვა. რა თქმა უნდა, აი აფხაზეთის ადმინისტრაციას არ უნდა რომ ეს ბავშვები დადიოდნენ და ქართულად ღებულობდნენ განათლებას, მაგრამ რა ვიცი, ალბათ მშობლები ძალიან დიდი ძალისხმევა და თვითონ ბავშვების სურვილით ახერხებენ და ადრე ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა, თითქმის ყოველდღე ხდებოდა ინციდენტი ამ ბავშვების გადმოსვლასთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდში ახლა რაღაც დარეგულირდა, ამათ უკვე ოფიციალურად დართეს ნება და გადმოდიან ეს ბავშვები. მხოლოდ ეგ არის. იყო ძალიან დიდი რაოდენობა, თითქმის 68 ბავშვი გადმოდიოდა, იყო ესეთი პერიოდი და ახლა სულ 17 ბავშვი მოდის ჩვენ სკოლაში. და კიდევ ერთი ინფორმაცია, ფახულანის თემის ცენტრიდან ეგრეთ წოდებულ საზღვრამდე 4 კილომეტრიანი გზის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. უკვე გაყვანილია სანიაღვრე არხები, დამონტაჟდება გარეგანათებები და დაიგება ბეტონის საფარი. სამუშაოები 1 თვის წინ დაიწყო და ივნისის ბოლოს დასრულდება. ეს არის ერთგვარი გზავნილი ჩვენი აფხაზის ძმებისთვის, მეგობრებისთვის. ამ ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტიდან, რასაც დღეს ჩვენ აგერ უყურებთ, ყოველდღიურად 25 მოსწავლე იმ სკოლებში, რაც ჩვენ გამოვიარეთ, ყოველდღიურად გადმოდის, რათა ქართულ ენაზე მიიღონ ჩვენ სკოლებში განათლება. ამდენად ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. პროექტის სრული ღირებულება არის 2.200.000 ლარი. ეს ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით და თვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდება ჩვენი მუნიციპალიტეტი. ჩვენ შევხვდით ადგილობრივებს, მათი ყველაზე დიდი და ძირითადი პრობლემა არის გაზიფიცირება. ამ თემაზე ოდნავ მოგვიანებით სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. მანამდე კი ვნახოთ რეპორტაჟი. თხილის ახალი საწარმოს შენობის კონსტრუქციის აწყობა 1 თვის წინ დაიწყო. პარალელურად მისთვის ზუგდიდში მცირე საამქროში მანქანა დანადგარებს ამზადებენ. 50 ადამიანის საწარმოს მშენებლობას აგვისტოს ბოლოს დაასრულებს. 1 სექტემბრიდან კი 200 ადგილობრივი მუშაობა შეუდგება. არის დაფინანსების სამიყარო, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, რომელსაც დაგვაფინანსა თანხაში არის $294,000 და ის შეღავათიანი სესხი, აგროსესხი $365,000 და არის ფირმის თანადაფინანსება ჩვენი არის კიდევ 74,000, საერთო ჯამში არის $725,000. ბოლო 1 წლის განმავლობაში შექმნილ 12 კოოპერატივში 250 ადამიანი დასაქმდა. თითოეული კოოპერატივის სხვადასხვა პროფილით მუშაობს. გამარჯვებული ვართ საგრანტო კონკურსში და მოგებული გვაქვს 61,500 ლარი. ჩვენი თანადაფინანსება არის 30%. ჩვენ გათვლილი გვაქვს ბიზნეს გეგმა შედგენილი გვაქვს და მომგებიანი იქნება როგორც კოოპერატივის წევრებისათვის, ისე არაწევრებისათვის. იმიტომ ისინი მიიღებენ შეღავათიან მომსახურებას და შემჭიდროებულ ვადებში. ფერმაში, სადაც 30 რქოსანი პირუტყვი ყავთ, რძეს და ყველს აწარმოებენ. იგეგმება რძის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, რომელშიც 50 ადგილობრივი დასაქმდება.
ვაწარმოებთ საკვების მოპოვებას, კერძოდ სიმინდის სილოსის, შვრიას სილოსი და ეს ხდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფართობებზე ამის მოყვანა. ჩვენს მიერ რაც იყო დამოკიდებული, ყველაფერი შესრულებული იქნა ველოდებით მთავრობის დახმარებაზე. უკვე 10 წელია, რაც კომპანია ლაზი წალენჯიხის რაიონში ადგილობრივ ჩაის აწარმოებს. გასულ წელს საამქრომ 600 ტონა ჩაის გადამუშავება შეძლო. რამდენიმე თვის წინ ბიზნესმენმა გონერის სალიამ $50,000 აგროკრედიტი მიიღო და ჩაის მეორე საწარმო გახსნა. ორივე ობიექტზე 200 ადამიანია დასაქმებული. აგროკრედიტის ფარგლებში ჩვენ 2013 წელს მივიღეთ $50,000 კრედიტი, ამით გავაშენეთ ერთი ახალი საამქრო, სადაც უშვებთ ხელით ნაკრებ ჩაის. გარდა ამისა, ჩვენ ვაწარმოებთ 150 ტონამდე მწვანე ჩაის, რომელიც გეოპლანტის მეშვეობით იგზავნება გერმანიაში. კომპანია ლაზს იჯარით 400 ჰექტარი მიწა აქვს აღებული, სადაც ჩაის პლანტაციებია გაშენებული. 160 ჰექტარს რეაბილიტაცია სჭირდება. არის იმის იმედები, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ საკითხს გადაწყვეტს და მოგვეცემა დაუშვათ ამის რეაბილიტაციის საშუალება. დღეს ფოთოლსაკრეფი სულ არის 300 ჰექტარი, თუ 700 ჰექტარი მიემატება, ეს ნიშნავს 1500 ოჯახი დასაქმდება. წალენჯიხის რაიონში სასათბურე მეურნეობაც ვითარდება. ამ დროისათვის კენკრისა და ბოსტნეულის 12 სათბური მუშაობს. თითოეულში დასაქმებულია 10-15 ადგილობრივი. ახლა ჩემთან ერთად არიან წალენჯიხის გამგებლის მოადგილე გიორგი ლუკავა და ასევე ადგილობრივი მცხოვრებლები ინეზა გოგინავა და ტარიელ ჯაჯანიძე. მოგესალმებით. მოგესალმებით თქვენ ტელემაყურებელს, მიმესალმებით სტუმრებს დარბაზში. მოგესალმებით. მადლობთ მოწვევისათვის, მადლობა თქვენს ტელევიზიას, მადლობა თქვენს არხს, რომელმაც მოგცა საშუალება პირდაპირ ეთერით ვისაუბროთ ჩვენს პრობლემებზე და ხმა მივართ მთავრობა ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე. ალბათ გაქვთ სურვილი, რომ საკუთარ პრობლემებზე პირდაპირ ეთერში ისაუბროთ. მოგესალმებით ტელემაყურებელს. კი ბატონო, დიდი მადლობა იმისთვის, რომ გაძლევა საშუალება პირდაპირ ეთერით მიმართო ხელისუფლებას რაიონისთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემაზე. ბატონო გიორგი, თითქმის არც ერთ სოფელთან მისასვლელი გზა არ არსებობდა. ჩვენ ვიყავით რამდენიმე სოფელში და გზა გაკეთებულია. რა თანხები გამოიღო ბიუჯეტიდან? სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლებაში ადგილობრივი ხელისუფლების მოსვლის დროს ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაში იყო. მარტო გზებზე დაახლოებით 2013-14 წლებში დაიხარჯა $9 მილიონამდე ლარი. მოწესრიგებულია სოფლებში მისასვლელი გზა, არსებობს გარკვეულ სოფლებში პრობლემები, რომელიც გაწერილია სამწლიანი სამოქმედო გეგმა, შედგენილია პროექტები და მიმდინარეობს ამ სოფლებზე გზების მოწესრიგება, რეაბილიტაცია, რომელიც 2016 წლის ბოლოსთვის დასრულდება. მოსახლეობას წყალი მიეწოდებოდა გრაფიკით, დღეში მხოლოდ 4 საათის განმავლობაში. რა ვითარებაა ახლა, თუ არის რამე სასიკეთო სიახლე? დღეს მდგომარეობით ქალაქ წალენჯიხაში წყალმომარაგების კომპანიის მიერ განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სათავო ნაგებობას, წყლის მაგისტრალს, მოხდა მოსახლეობის გამრიცხვლიანება, რომელსაც არსებითად მოაწესრიგა ქალაქ წალენჯიხაში წყლის მომარაგების პრობლემა. ასევე დაგეგმილია ქალაქ ჯვარში 6 მილიონიანი პროექტი ჯვარის წყალმომარაგების შესახებ, რომელიც შეცვლის და მოაწესრიგებს ძირითად პრობლემებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. წყლის პრობლემა მოგვარებულია, თუმცა ისევ პრობლემად რჩება გაზიფიცირება. რა ხდება ამ მიმართულებით? მოგახსენებთ, რომ გაზიფიცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის. წლების მანძილზე ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვდა ამ პრობლემის გადაჭრას, მაგრამ სამწუხაროდ ეს საკითხი არ დაძვლა და არ მომხდარა რეაგირება. დღეისათვის შესაძლებელია ითქვას, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ბატონ ლევან შონიას მხარდაჭერით, ადგილობრივი საზოგადოების ინიციატივით დაიწყო საკითხზე აქტიური მუშაობა. უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტის გაზიფიცირება შეამცირებს როგორც ენერგოხარჯებს, ასევე ტყის კაფას და ტყის ფონდის შენარჩუნებას. წალენჯიხის მოსახლეობა დაახლოებით შეადგენს 46,000 მოსახლეს, დაახლოებით არის 14,000 კომლი. ანუ იმისთვის, რომ მოსახლეობა გათბეს, ზამთარში ტყე იჩეხება? ტყე იჩეხება, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ აუცილებელია ზამთრისთვის ღუმელი. ზამთრის ღუმელია სამეგრელოში აღიარებულია. რა თქმა უნდა,
შეშა, ღუმელი, ელექტროღუმელი, პატარა ღუმლები, რა თქმა უნდა, და შემდეგ გაზი. რამდენი ბალონი გაზი გჭირდებათ ქალბატონო ინეს? პატარა ბალონი 3-4 კილო. იმიტომ რომ ძალიან ძნელია, ახლა მე პენსიონერი ვარ და ამიტომ უნდა რა შეიძლება ყაირითიანად და რა შეიძლება ეკონომიურადან და მოვიხმარო. ამჟამად როცა მესმის საუბარი რომ გაზიფიცირებული უნდა იყოს ჩვენი რაიონი, გულის სიხარულს ვერ იტევს, მიხარია. იმიტომ რომ ჩვენს დიასახლეს მოგვეცემა საშუალება რომ მოვიხმაროთ იაფასში იქნება რა თქმა უნდა და არის ზურაძღრებული როგორც ეხლა. ბატონ ტარიელ, მოსახლეობამ შეაგროვეთ ხელმოწერები, რომელიც გადაეცით გამგეობას. რა გიპასუხათ გამგეობამ? მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ბუნებრივია მიმართა რაიონის გამგეობას, რაიონის გაზიფიცირების საკითხზე. მე თუ არ ვშდები, აღნიშნული წერილი გადაიგზავნა ენერგეტიკის სამინისტროსაც და რაც თავარია, უნდა გადაწყვეტილიყო ეს საკითხი, მაგრამ აღნიშნული საკითხის მოგვარება აღემატება რაიონის შესაძლებლობებს. და ამიტომ ჩვენ ბუნებრივია ვითხოვთ ხელისუფლებისაგან კერძო კომპანიის წინაშე შუამდგომლობას. არ შემიძლია არ გავიხსენო ერთი მომენტი. 2008 წლის არჩევნების დროს მახსოვს, რომ წინა საარჩევნო დაპირებად იყო რაიონის გაზიფიცირების საკითხი დასმული. სოფელ ლიაში შემოიტანეს მილებით. მაგრამ არჩევნების დამთავრების შემდეგ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს მილები გაქრა, როგორც ხიტიან, სადღაც წაიღეს და როგორც იტყვიან, ამ პროექტმა ჩაილურის ღალი დალია. ჩვენ წალენჯიხა ის მიმართულებით და ლიაჯვარის მიმართულებით რამოდენიმე 1000 ოჯახი ცხოვრობს. საშუალოდ წალენჯიხაში ერთი ოჯახი მოიხმარს 10 კუბამეტრ შეშას მაინც. ეს რომ გადავამრავლოთ ახლა ოჯახების რაოდენობაზე, გამოდის კოლოსალური რაოდენობა. და ბუნებრივი აღნიშნული საკითხის მოგვარება შეუწყობს ხელს ტყის დაცვის პრობლემის მოგვარებასაც. ამიტომ აუცილებელია აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა და მე მაქვს შემთხვევა ამ შემთხვევაში და ვსარგებლობ ამ შემთხვევით ვთხოვ ხელისუფლებას გვიჩვენოს კერძო კომპანიის წინაშე, რათა გადაჭდეს უმნიშვნელოვანესი პრობლემა რაიონისათვის, რაიონის გაზიფიცირების საკითხი. ბატონო გიორგი, პირველ ეტაპზე ყველა ოჯახში ვერ მოხდება ბუნებრივი აირის შეყვანა. რამდენ კომს მიეწოდება საწყის ეტაპზე ბუნებრივი აირი? მოგახსენეთ, რომ განხილული იყო 3 ალტერნატიული გზა მაგისტრალის გაყვანისათვის. ეს იყო ჩხოროწყო, ჯგალი, წალენჯიხა, ჩხოროწყო, ნაკიფუ, წალენჯიხა, ზუგდიდი, ლიაჯვარი, წალენჯიხას მიმართულებით დაახლოებით ეს იქნება 6000 კომს მოუხდის ამ პრობლემას და 6000 კომის გაზიფიცირება მოხდება ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში. ჩვენმა სტუმრებმა იციან, რომ ახლა სტუდიაში ის ენერგეტიკის ministris მოადგილე და მე ეთერის დაწყებამდე ბატონმა ტარიელმა მხოვა, რომ მისთვის მიმეცა საშუალება, რომ პირდაპირ ეთერში კითხვა დაუსვას. ნინუცა, თუ გესმის ჩემი ხმა. ბატონელია, გუშინდელი განცხადების მერე გარკვეული აჟიოტაჟი შეიქმნა მოსახლეობაში საფასურისთან დაკავშირებით, ამიტომ მე მექნებოდა ასეთი კითხვა. თქვენ რა პასუხს მოგცემთ მოსახლეობას, ხო არ არის დაგეგმილი ენერგოენერგიის გადასახადზე ტარიფის და ბატონო ილია. პირველ რიგში მოვესალმებით თქვენს მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისათვის თქვენ სტუდიაში ქალბატონო მაკა. ჯერ ვისაუბრებ მაშინ ელექტროენერგეტიკის ტარიფზე, ის რაც განცხადებები გაკეთდა დღეს. დღეს ჩვენმა მინისტრმა გააკეთა განცხადება ამის თაობაზე. ანუ ეს არის აბსოლუტურად უფლება კომპანიის, რომ შეეტანა განაცხადი და სემეტმა გამოაცხადა განხილვის დაწყება ამ განაცხადის საფუძველზე. ჩვენ არ ვიცით გაიზრდება, იგივე დარჩება თუ შემცირდება, ეს იქნება დამოკიდებული სემეკის გადაწყვეტილებაზე. ამიტომ რა თქმა უნდა იყო ასეთი გაშუქება, რომ უკვე იზრდება, ასე თქვათ, ასეთი ფორმით მოხდა. მოლოდინი უნდა იყოს იმგვარი, რომ მოხდება კანონის ყველა წესის დაცვით განხილვა ამ განაცხადის და ასევე როგორც განაცხადა დღეს პრემიერ-მინისტრმა, რომ არ გაიზრდება ელექტროენერგიის ტარიფი, ყოველი აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჯერ ძალიან ადრე იქნებოდა საერთოდ საუბარი მოლოდინებზე, იმიტომ რომ ეს არის პროცესი, ჩვენ უნდა დავალოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას როგორც სემეკის, ასევე მთავრობის. თქვენი პროგნოზი როგორია? საკმაოდ მდგომარეობა არის. ციტა არის თუ მხოლოდ შევხედავთ ისეთი კუთხით, რომ დავითვალოთ ზოგადად ლარის კურსიდან გამომდინარე და ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, მაშინ შესაძლებელია რომ ველოდოთ, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ასევე მთავრობის პოზიციების ხშირ შემთხვევაში ხდება სუბსიდირება ტარიფის. დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ტარიფი არ გაიზრდება და შესაბამისად ეს არის სამუშაო პროცესი, მთავრობის ნებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, მე ზოგადად
მირჩევნია რომ დაველოდო მოვლენებს, შევხედო როგორ იქნება. ამიტომ ელექტროენერგიის ტარიფზე ჯერჯერობით ასე ვთქვათ, ესეთი რაღაცა ნებათაღელვა ჩემი აზრით ნაადრევია. კი ბატონო. მე ვთხოვ პროდიუსერს ნინუცა კახნიაური წარენჯიხიდან ჩართონ პირდაპირ ეთერში. მე ბატონ გიორგისთან მაქვს ერთი შეკითხვა. ნინუცა თუ შეიძლება კითხე ბატონ გიორგის, თუ არსებობს სქემა, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს რაიონის გაზიფიცირება და არსებობის შემთხვევაში თუ გადაუგზავნეს ის ენერგეტიკის სამინისტროს. ბატონ გიორგი, თუ არსებობს რაიმე სქემა, რის მიხედვით უნდა განხორციელდეს გაზიფიცირება და ეს თუ გადაეგზავნა ენერგეტიკის სამინისტროს? მოგახსენებთ, ჩვენ მოსახლეობა მოგვართა წერილით, მე ჩვენს ვიმართეთ შუამდგომობისათვის გუბერნიას, ეს წერილი ხელმოწერებით ვართ გადაგზავნილია ენერგეტიკის სამინისტროში და ვეულოდებით მის შემდგომ რეაგირებას. ქალბატონო ინესე, იმ შემთხვევაში თუ ბუნებრივი აირის შემოყვანა მოხდება, რამდენად შეგიმცირდებათ ხარჯები? შესანიშნავად შეგვიმცირდება ხარჯები. შესანიშნავად, რა თქმა უნდა. და ეს იქნება უკვე ფუფუნების საგანი ჩვენს რაიონში და კერძოდ ყოველი დიასახლისისათვის, როცა უკვე იქნება გაზიფიცირებული ჩვენი რაიონი. ჩვენ ამის დაპირება ჰქონდა და გახარებულები ვიყავით, მაგრამ ნათქვამია ძველი ადამიანების მიერ, რომ დაპირება 3 წელიწადი სჭირდებაო. ჯერ კიდევ არის დრო დარჩენილი და ეს დაპირება ნამდვილად შესრულდება. მით უმეტეს, რომ ენერგეტიკის მინისტრი ბატონი კალაძეს დაპირება გვაქვს ჩვენ და ეს სამინისტრო შესანიშნავად მუშაობს და ამასაც შესანიშნავად გაართმევს და წალენჯიხას უწილადებს გას. მე მაქვს ასეთი კითხვა ბატონ ილიასთან. ხელისუფლება თუ აწარმოებს ენერგოკომპანიებთან მოლაპარაკებას? დიდი მადლობა, მე შევეცდები აგიხსნათ, როგორ ხდება ზოგადად გაზიფიცირების პრიორიტეტების დადგენა მთელი საქართველოს მასშტაბით. პირველ რიგში, რაც ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, არის ის, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით სრული გაზიფიცირება ვერასოდეს ვერ მოხდება, იმიტომ რომ არის რიგი რაიონები, იმდენად დაშორებულები და იმდენად თაგორიანი, ვერასდროს ბატონო. ვერასდროს ვერ მოხდება, ეს აბსოლუტურად ასტრონომიულ ციფრებზე ავალთ ერთი აბონენტის კუთხით რომ ვიჟელოთ. აი დაუშვათ ხევსურეთში ჩვენ ვერასდროს ვერ ავიყვანთ გაზს, ეს გამორიცხულია. მესტიაში გამორიცხულია რომ გაზი ავიყვანოთ. მაგრამ ამ შემთხვევაში სახელმწიფო და კერძო კომპანიისთვის, რა თქმა უნდა, კომერციულად აბსოლუტურად მიუღებელი იქნება იმ დაშორებებით მაგისტრალური გასადენიდან საშუალო წნევების მშენებლობა და ისეთ თაგორიან რელიეფში, როგორც ძირითადად საქართველოში საბედნიეროდ ჩვენ გვაქვს ჩვენ თაგორიანი ქვეყანა და ამას თავისი ძალიან ბევრი უპირატესობიდან აქვს ის უარყოფითი, რომ სამშენებლო სამუშაოები ძალიან ძვირდება. შესაბამისად, პირველივე მოსვლის დღიდანვე ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა, რომელიც მოიცავს მთელი საქართველოს მასშტაბით თუ რამდენი დამატებითი აბონენტის გაზიფიცირება შეიძლება და რომელი რეგიონები, ასევე ის მთაგორიანი რეგიონები, რომელიც მეტნაკლებად კიდევ შესაძლებელია ტექნიკურადაც და კომერციულადაც მათი ამ პროექტების განხორციელება. ჩვენ გვაქვს დაახლოებით 60 წლიანი გეგმა, რომელიც შევთავაზეთ სახელმწიფოს და ენერგეტიკის სამინისტრო, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ბედნიერი იქნება იმითი, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით შესრულდეს აი ეს კონკრეტული გეგმა. საერთო ჯამში ამ გეგმის განხორციელება სჭირდება ჩვენ ესეც დათვლილი გვაქვს მთლიანი გაზიფიცირებისთვის 140 მილიონი ლარი. მოგეხსენებათ, რომ 3 ეტაპად იყოფა ეს გეგმა. პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, ეს მოიცავდა 20,000 აბონენტს. საზღვრისპირა, გამყოფი ხაზისპირა მიმდებარე სოფლები იყო წარმოდგენილი 58 სოფელი, სადაც მიყვანილი საშუალება იყო იმისა, რომ მოგვეხდინა გაზიფიცირება და აქ ჩვენ უკვე დავასრულეთ სამუშაოები და გადაცემის პროცესი მიმდინარეობს. თავიდან ბოლომდე მოახდინეთ გაზიფიცირება ამ სოფლების და ეს ძალიან კარგი პირველი ეტაპი იყო, რომელიც რაზეც სახელმწიფო რამდენი სოფელი? 58 სოფელი იყო, 20 მილიონი ლარი დაიხარჯა ერთი წლის განმავლობაში. საოცრად კარგად იმუშავა გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, სახელმწიფო კომპანიამ, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფოს პრიორიტეტული პროექტი და შემდგომ ამისა ჩვენ გადავწევთ მას სოკარს იმისთვის, რომ ამ კომპანიამ აწარმოოს დისტრიბუცია გაზის. შემდეგი პრიორიტეტი, რომელიც წელს ხორციელდება და უფრო ასე ვთქვათ, ჩაითვალა პრიორიტეტულად, არის ის სოფლები, რომლებიც იყო ნახევრად გაზიფიცირებული, ან ის სოფლები, სადაც უკვე დაქცელილია, შესულია საშუალო წნევა. ანუ ჩვენ წავაწყოთ ასეთ მდგომარეობას, რომ ძალიან ბევრ სოფელში, აი წინასაარჩევნო რაც ახსენა ბატონმა და მინდა დავარწმუნო, რომ არავინ არ აპირებდა იმ მილებით არანაირი გაზის გაყვანას, ეს სრული, ასე ვთქვათ, მოჩვენებითი იყო ეს ყველაფერი. უამრავი სოფელი აღმოჩნდა საქართველოში, სადაც ნახევრამდე იყო, ან დაიწყეს არჩევნების წინ ეს პროცესი და მე შეწყვიტეს ნახევარ შუა სოფლებში და გამოვიდა ისე, რომ ერთ ნახევარ აბონენტებს სოფელში აქვთ გაზი, მეუნახე და ის იწვევს ძალიან დიდ უარყოფით ტენდენციას, რა თქმა უნდა, გამოძახილს.
ჩვენ მეორე ნაწილი უკვე პრიორიტეტული ჩავსვით ეს სოფლები წელს, რომელიც დაახლოებით 30000 აბონენტს გაზიფიცირება მოხდება სამინისტროს დიახ და ასევე სოკარიც თავისი საინვესტიციო ვალდებულების ფარგლებში ამგვარ სოფლებს და იმ სოფლებს, სადაც ეკონომიურად მისთვის მომგებიანია, კიდევ 60000 აბონენტს გაზიფიცირებას მოახდენს. აი ახლა ჩვენ მივედექით იმ მაღალმთიან რეგიონებს, რაიონებს, სადაც ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა და ეს გეგმა წარდგენილია ნახაზების დონეზეა და ხარშთაღრიცხვების დონეზეა წარდგენილი. ოღონდ არა დეტალური რა თქმა უნდა, არამედ ზოგადი ნახაზების და ხარშთაღრიცხვების დონეზე. და ეს რაიონებია, უბრალოდ თუ შეიძლება გამოუჩეს რომელიმე, ცაგერი, ლენტეხი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ჯოღატაური, ონის რაიონი და აი ძირითადად ადიგენის რაიონი, აი ეს რაიონებია, სადაც ჩვენი აზრით მეტნაკლებად კიდევ შესაძლებელია რომ საშუალო წნევა შევიდოს და სწორად აღნიშნავს ხოთაშორის ბატონმა, რომელიც საუბრობდა, რომ წალენჯიხა ჩხოროწყუს იმ ყველაზე ოპტიმალური მონაკვეთი, რომელიც ჩვენ წარუდგინეთ სახელმწიფოს იმისთვის, რომ შესაძლებელია მოხდეს ის გაზიფიცირება, დაახლოებით 4400 აბონენტი არის ამაზე ბატონო ილია, თქვენაც ხადებთ, რომ შესაძლებელია მოხდეს. შესაძლებელია მოხდეს თუ განხილება? მოგახსენეთ, ეს იყო მესამე პრიორიტეტი, როგორც მოგახსენეთ, პირველი პრიორიტეტი შესრულებულია, წალენჯიხილები როდისთვის უნდა ელოდონ? მე ვფიქრობ, რომ ეს უკვე დამოკიდებული იქნება, რა თქმა უნდა, თლიანი თავრობის ნებაზე და იმ რესურსებზე, რომელსაც ჩვენ გამოგვიყოფენ ენერგეტიკის სამინისტროს, ჩვენ ყველა ინფორმაცია მიწოდებული გვაქვს უკვე, ჩვენ გვაქვს წერილი ასევე, რომ სავარაუდოდ 2016-17 წლებში დაიწყება აი ამ დიდი, ასე ვთქვათ, რეგიონების, უბრალოდ მაღალმთიანი რეგიონების საშუალო წნევების გაზიფიცირება. აქვე მინდა ისიც ხაზი გაუსვა, რომ ეს 7 რაიონი, რომელიც მე ჩამოვთვალე, დაახლოებით 70 მილიონის სამუშაოებია იმისთვის, რომ მოხდეს გაზიფიცირება საერთო ჯამში. ამიტომ ჩვენ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, თუ როგორ ქვეყანაში საცხოვრობ და ანუ სახელმწიფოს რამდენად აქვს იმის საშუალება, რომ ერთბაშად გამოყოს 70 მილიონი და დააფინანსოს გაზიფიცირება, თუ კი ჩვენი ბიუჯეტი ჩვენი მოგცემს ამის საშუალებას, ეს არის დაახლოებით 1 წლის სამუშაოები, რომელიც დაუყოვნებლივ შეიძლება რომ დაიწყოს და დასრულდეს. კონკრეტულად თანხასთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით გითხოთ ბატონო ილია, მანამდე მე მინდა ნინუცა კახნიაური პროდიუსერმა პირდაპირ ეთერში დააბრუნოს, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მათ რაღაცის კომენტარის გაკეთების სურვილი ჰქონდათ. ნინუცა, პირდაპირ ეთერში ხარ. ბატონ გიორგის დარჩა თქვენთვის სათქმელი და ახლა გეტყვით. ბატონო გიორგი, რა სახის სოციალური პროექტები განხორციელდა წალენჯიხაში? მუნიციპალიტეტში დღის მდგომარეობით მოქმედებს უნივერსალური ასე შეიძლება შევარქვათ პროგრამები, რომელიც ითვალისწინებს მრავალშვილიან ოჯახებზე ყოველთვიურ დახმარებას, რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებზე, ვინც ჩართულია საყოველთაო დაზღვევაში, რომელსაც დაზღვევა ოფინანსებს 70%-ს, მუნიციპალიტეტის გამგეობა იღებს თავის თავზე და სხვაობას 30%-ს დაფინანსებას ახდენს თვითონ. გვაქვს ასევე დიალეზზე მყოფი მოქალაქეებზე ყოველთვიური 100-ლარიანი დახმარება, რომელიც ითვალისწინებს ტრანსპორტირებას მათ. ასევე გვაქვს ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებზე ფსიქოტროპული წამლების შეძენაზე დახმარება და ასე ვფიქრობთ, რომ ჩვენი სოციალური პროგრამები წირი ბიუჯეტის გათვალისწინებით მაქსიმალურად მორგებულია ჩვენს მოსახლეობაზე. მოსახლეობა თუ არის კმაყოფილი განხორციელებული პროექტებით? მოსახლეობა მეტად კმაყოფილია განხორციელებული პროექტებით და სამადლობელი პარატებით მიდიან გამგეობაში. თქვენს ბოლო შემაჯამებელს რა სიტყვით ბატონო ტარიელ? ბუნებრივია, მოსახლეობა ამჩნევს, რომ ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი რამ კეთდება. რა თქმა უნდა, პრობლემების გარეშე არ არის, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ წალენჯიხა კიდევ უფრო უკეთად წარმოჩინდეს. დიდი მადლობა სტუმრობისთვის და მე გემშვიდობებით ორშაბათამდე. ძალიან დიდი მადლობა ნინუცა. ბატონო ილია, რაიონის გაზიფიცირებისთვის უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, თქვა წალენჯიხაზე თუ გაქვთ კონკრეტული მონაცემი, რა თანხა არის საჭირო? წალენჯიხაზე გვაქვს კონკრეტული მონაცემი, ჩვენ ჩავატარეთ წინასწარი შესწავლა, გვაქვს წინასწარი ნახაზები, 4400 აბონენტი წალენჯიხა ჩხოროწყუს მონაკვეთი, 22 კილომეტრიანი მონაკვეთია საუბარი და ეს დაждდება 8 მილიონი ლარი. შესაბამისად, თითო აბონენტის გაზიფიცირება დაждდება 2000 ლარამდე. აი ესეთი არის მონაცემები. ამიტომ ამგვარ პროექტებს მხოლოდ და მხოლოდ ამას ვერ გააკეთებს, ან მე ეს მინდა კარგად განმარტო, რომ ესეთ პროექტებს არ მოკიდებს არც ერთი
კერძო კომპანია, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მისთვის თანხების ამოღების ვადა იქნება რაღაცა ასტრონომიული და შესაბამისად ეს არის უკვე სახელმწიფო და მთავრობის გადაწყვეტილების საგანი, რომელიც კარგია რომ ჩვენ აი გვინდა რომ დაახლოებით 3-4 მაქსიმუმ წლიან პერიოდში მთლიანად ეს 150,000 დამატებით აბონენტი, რომელიც შედგება ეს სამი ეტაპის, ანუ ის აბონენტები, რომლებიც არიან გაერთიანებული ამ სამი ეტაპის ქვეშ, რომ მოხდეს მათი სრული გაზიფიცირება. ალბათ ამითი კი არა, ამითი უკვე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის აბონენტები, რომლებთანაც შესაძლებელი ტექნიკურად შესაძლებელი იქნებოდა და ეკონომიკურად მეტნაკლებად გამართლებული იქნებოდა, რომ მიგვიყვანა ჩვენ გაზი, უკვე დასრულებული იქნება ეს მათი გაზიფიცირება. მინდა ასევე აუცილებლად ხაზი გაუსვა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, გარდა აი ამ 20,000 აბონენტის, საზღვრისპირა სოფლების აბონენტისა, მოხდა 88,000, ან ჯამში მოხდა 88,000 აბონენტის ან ქსელში მიერთება, ან მათთან მიყვანა უკვე საშუალო და დაქსელვა და ასე ვთქვათ და მიყვანა საშუალო წნევების იმისთვის, რომ მათ საშუალება მიეცეთ, რომ უკვე ფაქტიურად გახდნენ განაცხადი გააკეთონ და გახდნენ აბონენტები, რაც ძალიან დიდი სამუშაოა. აქედან დაახლოებით თანაბარად სოკარმაც იმუშავა თავის არეალში, ჩვენც ვიმუშავეთ ჩვენს არეალში და 88,000 აბონენტი დღეს დამატებით საქართველოში აი ამ 2 წლის განმავლობაში გაზიფიცირდა, ეს არის აბსოლუტური რეკორდი. თუმცა რაც შეეხება წალენჯიხას, იქ უნდა ჩავდეთ 2016-2017 წლებისთვის და ვნახოთ იქნება თუ არა გაზიფიცირებული. იარსებებს თორე ეს პროექტი, თუ არა სხვა პროექტი. წალენჯიხა ისეთივე ძვირფასია ჩვენთვის როგორც ნებისმიერი ის 7 რაიონი, რომელიც მე ჩამოთვალე და პრობლემა აბსოლუტურად ანალოგიურია. რა თქმა უნდა, რესურსი არის ლიმიტირებული, ეს ყველას უნდა გვესმოდეს, ჯადოსნური ჯოხი არავის არ აქვს და იმ 70 მილიონში, როგორც კი გადალაგდება პრიორიტეტები, მაქსიმუმად ვეცდებით, რომ სამართლიანად და მალე. კი ბატონო ილია, ეს რაც შეეხებოდა გაზიფიცირებას, მე მინდა ელექტროენერგიასთან დაკავშირებითაც კითხოთ, დღეს საქართველოში რამდენი სოფელი არის ელექტროენერგიის გარეშე და რას აკეთებს ზოგადად სახელმწიფო ამ პრობლემის აღმოსახვევად? დღეს საქართველოში დარჩენილია მხოლოდ 5 სოფელი ასეთი და მიმდინარეობს მუშაობა, ანუ ჩვენ როგორც კი მოვედით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩავატარეთ შესწავლა, აღმოაჩინეთ 20-ზე მეტი სოფელი, უშუქო სოფელი და რას ნიშნავს უშუქო სოფელი? ანუ ეს არის ის სოფლები, სადაც თუნდაც 3 ან 4 აბონენტი მაინც ცხოვრობდა და დაახლოებით ავიღეთ, წარმოიდგინეთ საბოლოო ლიმიტი 10,000 ლარი იმისთვის, რომ ერთ აბონენტზე რომ აი ეს პროექტები თუ კი აი ამ თანხაში ჯდებოდა, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ იმსახურებდა ესეთი სოფლები ელექტროფიცირებას, სოფლები, რომელსაც 20 წელი არ მიუღიათ ელექტროენერგია და დამერწმუნეთ, რომ წელს უკვე საქართველოში ასეთი სოფელი, სადაც მუდმივად ან რამოდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, სადაც მუდმივად ცხოვრობს 2 ან 3 აბონენტი თუნდაც, აღარ ვსაუბრობ მეზე, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ რაღაც გონივრულობის ფარგლებში მივიტანოთ ჩვენ ელექტროენერგია, ასეთი სოფლები უშუქოდ აღარ იქნება. გარდა ამისა, ის სოფლები, რომლებიც ძალიან მიუვალ ტერიტორიებზე არიან განლაგებული, მაღალმთიან რეგიონებში განსაკუთრებით, სადაც უკვე ყოველნაირ გონივრულობის ფარგლებს ცდილდება იქ რაიმე სახის შენებლობის ჩატარება, ჩვენ ყველაზე ვამუშავებთ ალტერნატიული ენერგიის წყაროებით, შესაძლებელია თუ არა რომ მივიყვანოთ იქ თქვათ იგივე მზის ენერგია, რაიმე სხვა ტიპის ენერგია, მზის ენერგია ძირითადად რა თქმა უნდა და აი ამით ვცდილობთ რომ ისინიც კი არ დავტოვოთ და ასე რომ მინდა გითხრათ რომ საქართველოში არც ერთ სოფელი არ არის, არ იქნება რომელიც იქნება ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი. ძალიან დიდი მადლობა. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი პასუხობდა 2030-ის შეკითხვებს. წალენჯიხიდან კი ნინუცა კახნიაური თავის რესპონდენტებთან ერთად გვერდთვებოდა. მე მაკაცინცაძე ვარ და ორშაბათამდე გემშვიდობებით. დროებით.